Salmepit ფასო მაყურებლებო დამსვენელებო, თითქმის 2 კილოზე მეტია მე არ შემოსულა ინტერნეტში. ხო, არა, იმიტომ კი არა რომ რაღაც პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით. უბრალოდ მე ვთარგმნი ბლაბაცკაეს, მე ამ გადათარგმნილს ნოუთ ყველა ტელეფონს აქვს ნოუთბუქები. ხო, ამ ნოუთბუქზე წერდი, რომ შემდეგ იქიდან უკვე გადმო მეკაჩა ვიდეოს სახით წარმოდგინა თქვენთვის და ამას ყველაფერს დრო უნდა. არა, მე ჯერ კატარაქტის ოპერაცია არ გამიკეთებია, მკურნალობა იმისის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. და მე სიმართლე კი ძალიან მომენატრა ვიდეოების დადება, მაგრამ რასიცამ ყველაფერსაც ვერ მოასწრებ. ხო, თან კი იცით ჩემი ხედულობის სისუსტე. და ახლა მე დღეს თქვენთვის ახალი ვიდეო შევარჩიე ისე ვეგეტარიანობაზე. იმიტომ რომ არის ასეთი გაგება ვეგანები და ვეგეტარიანელები. ზოგს გონია რომ ეს ორი გაგება ერთიგივეს ნიშნავს. ხო და მე მინდა თქვენ სანამ ვიდეოს დავიწყებ და ვიდეო ეხება ისე ვეგეტარიანობას და გამოდის გამოცდილი ვეგეტარიანელი სტუმრად შოუზე იმყოფება და ეს შოუ არის არა აქ შოუ აწერია, კარგი, ამას მნიშვნელობა აქვს და უსანინი ყვება ვეგეტარიანობის და ვეგანობის საშიშროებაზე. რომელია უფრო საშიში? საფრთხე, რომელიც წარმოადგენს უფრო დიდ საფრთხეს ადამიანისთვის. და როგორც ამ ვეგეტარიანობასთან წინა ვიდეოებში უსანინი ყვებოდა, მაგალითად ძროხის ნაწარმს მე ვიდეო მაქვს მე ხომ დადებული. იქ არის ნახსენები, რომ მიწა გამოფიტულია და დღევანდელი პროდუქტებში თითქმის დღევანდელ პროდუქტებში ჩვენ მიწის ნაწარმს ჭამთ ნახევრად გამოფიტულს, ცარიელს და ჩვენ გონიათ რომ ვიღებთ. სინამდვილეში ელემენტების მაგალითად ჩვენ დიდი რაოდენობით ვიღებთ მაგ ქიმიას, რომელიც არის შეტანილი ამ მცენარეებში. ხო და უსანინი ყვება ეს ახალი ვიდეოა. მოდით ჯობს მას მოусმინოთ პირადად. ვეგანის გამოცდილი ადამიანია თავის საქმეში. მას დავიწყოთ. ხო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ახალი ვიდეო, რომელიც აიწერეთო ამ წლის 7 ივნისს. გავარკვიე, რომ ალექსანდრ უსანინი იმყოფება სტუმრად მარია ტრეგუბოვასთან. ეს მარია ტრეგუბოვა არის დოქტორი სამეცნიერო მეცნიერებისა, აკუშერი გინეკოლოგია პროფესიით, თან ისიც რაღაც პრაქტიკებს, ვეგეტარიანულ პრაქტიკებს თავაზობს თავის კლიენტებს, პაციენტებს, წერს წიგნს, მაგრამ მაინც მოდით მოусმინოთ თუ ალექსანდრ უსანინი როგორ ყვება ამ ქალბატონი მარიას პრაქტიკებთან დაკავშირებით თუ რა შენიშნებს მის სემს, მას გავაგრძელოთ. მე შევამოკლებ ვიდეოს, რადგან მე თუ დეტალურად მთელი ვიდეო გადავთარგმნე, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, არ მინდა თქვენც მოგაწყინოთ, ამიტომ მე მხოლოდ თავარს გადავთარგმნი. უსანინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს უშებდნენო ჟურნალს, რომელსაც მე ვიწერდი მხოლოდ იმისთვის, რომ იყო ვკლატკა, სადაც იყო სტატია მოყვანილი ჯანმრთელ კვებაზე. და მე აი ეს ვკლატკა მაინტერესებდა და მხოლოდ ამიტომ ვიწერდი ამ ჟურნალს. ეს ყოფილა გაზეთი საბჭოთა სპორტი და იმ ვკვლადიშის გამო ვიწერდი ამ გაზეთს.
და ამ გაზეთის დასახელება იყო ზოვ, ესე იგი ძახილი, გამოძახილი, ქართულად რომ გადათარგმნო, ან ძახილი, ან გამოძახილი. მე მაინტერესებდა ყოველთვის წაკითხვა ისეთი სტატიების, სადაც ხო ეწერაო იმ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ცხოვრების ჯანმრთელ წესს, რომლებიც ღებულობდნენ ცივ შხაპს, ცივი წყლით განაობდნენო, არ ეწეოდნენო, არ სვამდნენო. ეს მაშინ იყო მაგ დროს ადამიანები, რომლებიც არ სვამდნენ, არ ეწეოდნენ, მართლაც თეთრი ყვავილით გამოიყოფოდნენ საზოგადოებაში, რადგან არ გავდათ სხვებს და სხვები ჩვეულებრივი სხვებს მიაჩნდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ხო, ეს ხალხი ფეხშიშველად დარბოდნენ თოვლში, შიმშილობდნენო და ესენი, ეს ხალხიო იყვნენ დაკავებული რაღაც პრაქტიკებით, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკებით, მათ შორის ვეგეტარიანობით იყვნენ დაკავებული. ხო, მე მეგონაო, რომ ცხოვრობდიო, ამბობს ახლა ეს ალექსანდრო სანინი, ჩვეულებრივი ცხოვრებით. და ერთხელ ხო და დედაჩემი დაინტერესდაო პოლ ბრეგით. პოლ ბრეგის ხოთაშორის მეც ვიყავი დაინტერესებული ერთი პერიოდი. ეს იყო ომის შემდგომ წლები, აფხაზეთის ომის შემდგომ წლებში, ჩვენ ვიყავით მაშინ სუჯუნაში. ხო, მამაჩმა შემთხვევით, მამაჩმი წააწყდა, სადღაც იყო წასული და ჯიხურში წააწყდა პოლ ბრეგის წინგს. ხოთაშორის მე ხელად დამაინტერესა ამ წიგნმა, როგორც ამბობს ალექსანდრო სანინი. უსანინის დედა დაინტერესდა, მაგრამ უსანინის დედას არ უნდა მარტო შიმშილობა და მე ყოველთვის დამყოლი ვიყავიო და მე მხარ ჩამოვდიხიო დედაჩემს და ორივე შიმშილობდითო. ახლა მე შემიძლია ამ თემაზე საუბარი, რადგან მეც იგივე გავაკეთებ. მამაჩემ მხოლოდ წაიკითხა წიგნი, დადვა. მე კიც წავიკითხე წიგნი და კიც პრაქტიკაში ვიმოქმედე. ხო, იქ ახლა დავიწყებ რა როგორ. ჩვენ მამაჩემად როხები გადმოიყვანა და წველა ქონდა და ამ შიმშილობიდან რომ ჯერ უნდა მოემზადო, არ ვიტყვი იქ როგორ რა, ახლა შეიძლება თქვენ რაც დაგაინტერესოთ, თუ გაინტერესებთ შედით, თუმცა ქართულად პოლ ბრეგი არ არის. ხო, რუსულად შეიძლება ნახოთ, მაგრამ ქართულად არა. არ მახსოვს მე ის წიგნი ქართულ ენაზე მოიტანა მამაჩემ, მგონი რუსულ ენაზე იყო, ხო? სად იყო მაშინ ასეთი ლიტერატურა ქართულ ენაზე. და მე დავიწყე თვალსაჩინო ძალიან წარმატებულად გამოდიოდა ყველაფერი, სანამ მე თვითონვე არ გავაფუჭე. ხო, როდესაც შემშილობ, უნდა მოამზადო, მნიშვნელობა რა აქვს. უნდა მოამზადო ჯერ ორგანიზმი. მე როგორ შებოდი, მე ყოველ დღე 5 საათის შემდეგ დილამდე ავჭამდი არაფერს. 5-6 საათის შემდეგ ვამზადებდი ნენელა, ჯერ 8 საათის შემდეგ მივატოვე ჭამა, მე 7 საათის, მე 6 საათის შემდეგ და ასე. არ მახსოვს ზუსტად რომ საათამდე მივედი და ვამზადებდი ადუღებულ წყალს. და ადუღებულ წყალს ადლივებენ ხანდახან ბავშვებს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში გაცემული ადუღებულ წყალს, ხო? არ შეიძლება, იმიტომ რომ ადუღებული წყალი აქვეითეს წვენების გამოყოფას შიგანში, კუჭში. და ამის გაკეთება არაფრით მე ვერ გადაიმუშავებს ორგანიზმის საკვებს, ან გაუფუჭდება შიგანი. ამ უცოდინალობის გამო ჩვენ შვილებს უქმნით თვითონ პრობლემებს, მშობლები, დედები. მე შვილი არ ვარ, მე გათხოვილი არ ვარ და არ შეყავი არასოდეს, მაგრამ ეს ძალიან დიდ პრობლემასთან დაკავშირებული სხვათა შორის. როდესაც სვამ ადუღებულ წყალს, შემდგომ თიშავ. ესე იგი, სიგნალს უსვამდი შენ კუჭს, შენ შიგანს, რომ всё, საჭმის მიღება არ იქნება. ხო და იმისიც რომ შენ საჭმელი მიიღო, უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და გამოცლაც პოლ ბრეგის მიხედვით ხდებოდა. როდესაც შიმშილობას ავიცი მე რომ შიმშილობა უნდა დავამთავრო და უნდა ავამუშავო ჩემი კუჭი. პოლ ბრეგმა
პოლპრეგი სავაზობდა მკითხველს ან კომპოსტოს სალატს ხო კულები ვისაც გაქვთ დაჭერე წუწუს უმარილო ხონთ არაფერთ არ უნდა შეკასო ერთი თქვენი საყოფი ერთი ჭამა კომპოსტოს სალათი ან უმარილო ყველი დიახ ჭყინტი ყველი უმარილო ჭყინტი ყველი თურმე ხო ესე იგი გამოდის რომ ნუ კომპოსტო მე ვიცოდი რომ ამუშავებდა შიგანს და ასე თუ ისე მაგრამ ჭყინტი ყველი რომ მადისამძვრელი იყო და ეხმარებოდა კუჭს წვენებს გამოყოფაში ასე მთად ასე თუ იყო საქმე ნახოთ არ ვიცოდი ხო ან კომპოსტო ან ჭყინტი ყველი მაგრამ მე ბოლოს მივქარე უკვე პირად იქეთ-აქეთ დარბუდი ხან ფოჩი ხან სუჯუნაში და ყველგან ნუ ჩვენ კიდევ ხო ყავდა რაღაც მაგრამ ყოველთვის არ იყო პირობები ისეთი რომ და ბოლოს კუჭიკინაღამ გავიფუჭე დიახ მომზადებლად ხომდა გამოხვიდე მომზადებლად ნუ ფოჩი იყავი მომეჩი დედასთან და მომეჩი ვერ მოვახდინე პოლპრეგის მიხედვით გამოსვლა და ჭრა დამიწყო კუჭვა კიდევ კარგი დედაჩემს თხევადი ნოშფა ქონდა ამპულებში ის გავხსენე წყალს და ის დავდი იმან გამიყუჭა ინაამ გავიფუჭე კუჭი ამას ვამბობ და მე ძალიან მიყვარს რატომ აძლევენ ბავშვებს ადუღებულ წყალს ან ექიმები რატომ მეუბნებიან დედებს ბავშვებს მიეცით ადუღებული წყალი ასე ხო ჩვენ ჩილ ბავშვებს პატარა არასწორან ბავშვებს ვუფუჭებთ კუჭსაც კუჭის მუშაობასაც ვურებთ შიგნის მუშაობასაც ვურებთ დედებო ნუ ისამთ ამას უბრალოდ თუ არ გინდათ უყიდეთ ბავშვებს წყალი სპეციალური თუმცა ის წყლები ყველა ფტორში იცავს ფტორს მაგრამ მაინც ადუღებულ წყალს მაინც სჯობს და ამიტომ ვამბობ ჩვენი უცოდინარობით ჩვენ ხოლმე ვაზიანებთ ჩვენ საკუთარ თავს თავისი ჩვენი ნებით კარგით მოდით ახლა პოლპრეგთან დაკავშირებით აბა რას ეტყვის უსანინი კიდევ და ალექსანდრე უსანინი ამბობს დედასთან ერთადო ერთჯერო დღეში ჩვენო რაზრუხას ვაკეთებდით ხო როდესაც შეეჩვევი რაღაც პერიოდია საჭირო მე მოამზადე ჩემი თავი რადგან ჩემთვის რთული იყო არ მეჭამა მეცადო სულ მადამ ხოდა ჭამს ხო და მე კვირაში 24 საათიან შიმშილობას ვაკეთებდი სადღაც 4 საღამოს 4-5 საათიდან ვიწყებდი რომ შემდგომ დილაც რომ ავდგებოდი ადვილი ყოფილიყო ჩემთვის 4 საათამდე 5 საათამდე მოთმენა ხო და ასევე აკეთებდა უსანინი და მისი დედა კვირაში ერთხელ შიმშილობდნენ 24 საათიან შიმშილს ატარებდნენ შიმშილობდითო ყოველ პარასკევს და როდესაც მე მსახურობდიო ჯარში ვიყავიო სერჟანტი იქ ჯარისკაცებს ვავარჯიშებდიო სერჟანტულ სკოლაში და მე რატომღაც იქ გამახსენდაო პოლპრეგი და პოლპრეგი როგორ ამბობდაო რომ შიმშილობა ანთავისუფლებდაო ენერგიას და შენ მიზონში არ ეხლებოდიო გარე პირობების მიუხედავად რა სირთულეებით არ უნდა ყოფილიყო შენ არასდროს დაიხლებოდიო ხო მე ავიღე ეს წიგნი ამ წელს ქვიაო სიშვილობის სასწაული და აღმოვაჩინეო რომ პოლპრეგი იყო ვეგეტარიანელი და მან მაგალითები მოიყვანაო სადაც იყო აღნიშნული რომ ვეგეტარიანელები ყველა არიან ანუ გამძლეები და მე გადაწყვეტიო ესფერდი ჩამეტარებიაო და მე გავხდი ვეგეტარიანელი იქ ჯარში სახურებისასო ის კი არა ერთი კვირა შიმშილობდიო მშრალზე ესე იგი წყლის გარეშე ესე იგი 5 დღე მშრალზე შიმშილობდა 2 დღე წყალზე შიმშილობდა არა მე მშრალად არ მეშიმშილია იმიტომ რომ ვერ არ გავრისკე ახლა როდესაც პირველად იწყებ ცხოვრებაში შიმშილობას ძალიან რთულია ამიტომ მე ის ავარჩი ის მეთოდი რომელიც ჩემგულთან უფრო ახლოს იყო წარმოგიდგენიათ სიცხეში ჯარში თან მაშინ იყო
კერძო ველოსიპედია რეზინა, მაგრამ კარგი ხარისხის რეზინა და მაგ შექმნას სულად ეთქვა კერძო ველოსიპედი. ქართულად არის ახლა ის რა როგორ უნდა გადავთარგმნო და მთელი ჯარი დაღლობისგან ვარდებოდაო, მე კი თითქოს არაფერიო ისეთ ენერგიაზე ვიყავიო, დაღლობა საერთოდ არ ვგნობდიო, ისე მსუბუქად ვიტანდიო ყველა დატვირთვას, ამბობს ალესანდრო სანინი. მე თითქოს მთები მომამბეს, რომ მე მივირბოდიო იმათ შორის, იმ ჯარისკაცებს შორის, რომლებსაც ძლივს მქონდათ სული ფეხები დაღლობისგან, სიცხისგან. და წამყვანი ეკითხება, როდის გაგიჩნდათ თქვენ იდეა გააცნოთ საზოგადოება ამ თქვენი იდეებიო? ეკითხება. ხო და წამყვანი ეუბნება, ხომ იცით, როდესაც ადამიანი რამე ახალს ეცნობაო, ის იწყებს აგიტაციას, რეკლამის გაკეთებას, ამ თავისი ახალი აღმოჩენილი მეთოდისო და ფაქტიურადო ეს გადადიცო აგრესიულობაში, ფანატიკურად აკეთებენო ამას, გინდა თუ არა აი თქვენც უნდა მოიქცეთ ასე. კი ხდება ეს ცხოვრებაშიც. დიეტებს თავი დავანებოთ, დიეტებთან არ დაკავშირებითაც, მაგალითად არიან ხო ჩვენს გვერდით მეზობლები, ნათესავები, რომლებიც გინდა თუ არა გაიძულებენ, უნდათ რომ შენ მათი აზრი გაიზიარო, დაძალადებად, გინდა თუ არა შენ როგორც ისინი ამბობენ, ისე მოიქცე. არა აქ დიეტებთან და იმასთან დაკავშირებით არ ვამბობ, საერთოდ ცხოვრებაში არიან ისეთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც უყვართ შენი თავიანთი აზრის შენზე ძალდატანება. არიან, ალბათ ხელად გაგახსენდებათ, ხო? თქვენგანში მომბინარის მასეთი. ხო და სანინი პასუხობს. კი, ახლა ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანი რამე ახალს იგებსო, უნდა ეს თავისი ახალი ამბავი გაუზიაროს ვინმეს, ეს ამაში არაფერი გასაკვირი არ არისო. მაგალითად თუ ქალბატონმა იმშობიარაო სახლში, ის უხდებაო სახლში მშობიარობის მომხრე და ყველას წერსო ამის შესახებ, აცლეს ინფორმაციას, აგიტაციას აკეთებს, რომ იმშობიარეთო სახლში. ან მაგალითად თუ ადამიანი რამე კარგს აკეთებს ცხოვრებაში და ამას შედეგი მოყვებაო დადებითი, როგორც მაგალითად წყლის დასხმა, წყლის დასხმა თავზე, ის სასაკვირველია შეეცდებაო გააზიაროსო ეს თავისი შთაბეჭდილებები. გაუზიაროს სხვას თავისი შთაბეჭდილებები, რაც მოყვა მის პრაქტიკას. ეს ყველაფერი ბუნებრივიაო. მე 6 წელი ხომძღანელობდიო პროგრამა არდინარკას კრასნოდარში, კითხულობდიო ლექციებს სკოლებში და ვუზში და მეო ხშირად ვახსენებდიო, ამბობს ალესანდრო სანინი, თუ თქვენ ხარ დამოკიდებული რამეზე, გადახვიდეთ ვეგეტარიანულ დიეტაზე. რადგან ვეგეტარიანულობა ამცირებს ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. რადგან ხორცი არის ძალიან მძიმე პროდუქტი და მის გადასამუშავებლად ხალხი იყენებს ან მძიმე სამუშაოებს, ან თხევად საწვავს ალკოჰოლურ სასმელს. ხო, მე არ ვიცოდი მაგალითად, რომ ალკოჰოლს იმიტომ აყოლებდნენ ხორცს, რომ მისი გადამუშავება გაიძულებიათ. კი, მაგალითად მე გამიგონია, რომ ცხიმიანი საკვების მიღებისას სვამე სპეციალურად სასმელს, რომ მოხდეს ცხიმიანი საკვების გადამუშავება. ხო და რესტორნებში, მაგალითად როგორც წესიო, ხორცის კერძთან ყოველთვის უკვეთავენო სასმელს, ახალგაზრდულ სასმელს, ღვინოს მაგალითად. ხო, ქალბატონი ტატიანა უსვამს პროვოკაციულ კითხვას, ხო, ეს ეწოდებოდა. მაგალითად, ბევრი ადამიანიო იყო ვეგეტარიანულობის მხარდაჭერიო და იცავდნენო 20-30 წლის განმავლობაში ამას. და შემდეგ დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩემს ვეგეტარიანულობამ ცუდად იმოქმედა, რადგან საიზიჭინეთკან, რომელიც აქვს ადამიანს
ხო, ჩვენ ყველა საინტერნეტ ისა ყუთი მაგალითად ის გარედან რომ თეთრი რაღაცა ხო გიჭამიათ ხორცი ალბათ ყველა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხორცი მაგალითად თეთრი რაღაცა რომა ყუნთები როგორ გითხარ თეთრი პლონკასავით რომა ყუნთები ზევიდა ხო აი ეს უნდა იყოს კრივი ხო ეს თუ მკრივი არაა ეს თეთრი რაღაც პლასტინისავით პლონკასავით ყუნთების სიმკრივეს ვერ შეინარჩუნებენ ხო ეს არის მოსუსტებული და საიდინიტინე ткань ესე იგი შესამართლე მაპატიე ესე იგი თუ დარასტურად გამომივიდა ეს არის ქსოვილი რომელიც უერთებს ერთმანეთს ერთი წედიდან მეორე წედში ყუნთი იქნება თუ რა იქნება ხო და ამის სისუსტე დამჩაო ამბობენ ახლა იცით რა არ მიყვარს ამ ხალხის მე თითქოს მივატოვე ხორცის ცეცხლის ჭამა მივატოვე თითქოს კი არა მაგრამ მაგის შემდეგ მე დამჩემდა სისუსტე ყუნთების ძალა არ მაქვს ნემს ჩემი თვიკეთებდი და ახლა ნემს ვერას გავაკეთებიებ იმიტომ კი არა რომ მე არ შემიძლია ყუნთს როგორ შეეხება ნემსი კურჩხები მეწყება იმიტომ რომ ისე სუსტათა ისაიდინტინა тканს რომ უწოდებენ რუსულად მაპატიეთ მე ხა გავიგებ ამას ინტერნეტში იმდენი ჩართული მასალის ახლა გამახსენდა ხო აი მე სწორად მიფიქრია შესაერთებელი ქსოვილი ქვია მაგას რომელიც აერთიანებს შესაერთებელი ქსოვილი ქვია მაგ თეთრ პლონკას თუ ხო გინახიათ ყუნთები მიმაგრებულია ბოლოები ხო ასეთი შესაერთებელი ქსოვილი ეს ყველაფრისთვის მაგრამ ეს სლაბდება მე ხდება პრობლემები მე ხლა არა მაქვს ძალა საერთოდ სკამზე ვერ ავდივარ ეს ნიშნავს რომ აი ქსოვილის მოდუნება ხდება რადგან ძალა არ აქვს ესე იგი ეს საიდენტიტეტთან შემაერთებელი ქსოვილი არის დასაბებული რადგან მე მაქვს პრობლემები კისრიდან კუტუსუნის ზლამდე დაწყებული მით უმეტეს კუტუსუნის ზვარი გამრუდებულია რამდენიმე სანტიმეტრით მარჯვნივ აქ მაქვს პირველი ხალისის სკოლიოზი თუმცა იქ იმამთქვა რომ ეს ყველას აქვს აქაც ეს წამოწეულია ეს კლუჩიც წამოწეული ეს ხარეთ რომ ვაკურდები ხო ასია წამოსული თითქოს ჩემი ორგანიზმი მობრუნებულია ესა კაი ყველაფერს ავიდანებოთ ფარდის დასაკიდაზე ვიდეო რავდივარ ჩემი სკამზე ვაბიჯებ პატარა სკამი მაქვს ვერ ვიყიდე და ვერ ვიყიდე ამაზე პატარა სკამი დასეცავალ და თავისუფლად დავკიდე ფარდას მარშრუტაში მიჭირს ასვლა კიბეებზე ასვლა მიჭირს ჩასვლა ხანდახან მე ექიმაც კი მითხრა ჩვენ რა შემოდიოდი ჯოხი რა დგინდაო აი მაგისთვის რომ გარეთ რომ გავდივარ ვიჭედები აქაც ვიჭედები ორი დღე ფეხი ამივარგო და ადელა გავრიცხე რა მექნა არა მიტევია ხელები უბრალოდ წავიხე და სუშილკაზე დავაგდე და ისა არ გამიშლია სუშილკა ერთკინა ხომ აქვს შუაში იმასე დავკიდე იმასე მაგრამ ამ წაღებამ ორი დღე მაკივა ფეხი მტკიო და ისე რა ბოდიში და საჭირო ოთახში წავედი ჩემი ჯოხით იმიტომ რომ ვერ ვაბიჯებდი მარცხენა ფეხზე უნდა ჩემი ტვირთი გამენაწილებინა ხო მაგით უნდა მაქვს მაგი მე რომ დავანაწილოთ შედატვირთვა ჩემს ხელზე რადგან სიმძიმისაწევა ხომ არ შემიძლია ჩემი ორგანიზმი ხომ ძიმეა და რომ გადავანაწილო და მუხლებიც არ მომორჩილება რომ არ ვიცი რა თქვენ თუ არა ხო ადილია ლაპარაკი ეს არის მე ბევრჯერ მithქვამს ცხოვრების გამო აი ამ რა ტყულა დააქვს ეს ჯოხი არაფერი არ ეთყობა თქვა მეც ისე დღეში ვარ ჩავარდნილი არ უნდა თქვა ამიტომ სხვაზე არაფერი შენ ტყავზე სანამ არ გამოსდი მაგას ვერ გაიგე კარგი გოდი ვაპატიეთ მოდით გავაგრძელოთ
ხო და ეს წამყვანი ეუბნება და ბევრი ამათგანო ვინც მრავალი წელი იყო ვეგეტარიანელი და ეს შემართებელი ქსოვილი დაუსვავდათო სუსტი გაუხდათო ამობენ რა ყველაზე დიდი შეცდომაო რომ მე ვეგეტარიანელი ვიყავი 20 წლები მაგასა რომ მომყევი ახლა და მაგისად ისე თქვა მინდოდა ჩემზე და ამას ვამბობ ეს დასუსტება გამოწვეულია იმიტომ რომ მე არასწორად ესე იგი თუ შენ გახდები ვეგეტარიანელი შენ უნდა იკვებო სწორად რომ შენ ზიანი არ მეყენო შენ ორგანიზმს მაგ შემდეგ მე ფიქრობ ახლა ამ შიშილისა ხორცი და თეზის ჭამის შემდეგ ვითომ რომ გახდები მე კვერცხას არ ჭამდი ერთი პერიოდი მაგრამ პრობლემები შემექნა შიგნის გადამუშავებასთან დაკავშირებით და დავიწყე კვერცხის ჭამა რომ ნახველი გამოსულიყო და კვილები მე არ მქონდა რომ კომბოსტო ცოცხლად მეჭამა კომბოსტო თან თურმე კომბოსტო ბევრი არ შეიძლება თუ ის იოდის რაოდენობას ამცირებს ტიტიბურა კაცის ათვისებას უშლის ხელს ტკბილი ბევრი ელემენტების ათვისებაში უშლის ხელს დიაბეტი ვისაც აქვს იმიტომ ვერ იცისოს მისი ორგანიზმი და გამოიფიდა ჩემი ორგანიზმი და ასე ეფიდებათ ორგანიზმი იმ ხალხს ვინც არასწორად გადადის ვეგეტარიანულ კვებაზე იმიტომ რომ როგორც მეკითხარით არიან ვეგანური კვება არის ვეგეტარიანული კვება ორი სხვადასხვა მნიშვნელობის და ამასაც ახსენს უსანინი არისაც უსანინი პასუხობს მე ვიცი რომ არიან ისეთი ხალხი რომლებიცო ფანატიკურად უცებ ძაფრად ხდებიანო ვეგანები არა ვეგეტარიანელებიო არამედ ვეგანები ხდებიანო ხალხი ხშირად ურევსო ამ ორ გაგებას ვეგანულობას და ვეგეტარიანულობას ესე იგი ვეგან ჩიტიდასა ესე იგი ვეგანობა და ვეგეტარიანულობა რა განსხვავებაა მათ შორის ვეგეტარიანელები ხმარობენო ესე იგი სვამენო რძის ნაწარმს ჭამენო და ვეგანები კი არღებულობენო რძეს და რძის ნაწარმს არაერთად შემთხვევაში მათ გამორიცხულია კვებაში ეს პროდუქცია გამორიცხავენ ყველანაირ პროდუქციას ამ პროდუქციას რძეს და რძის პროდუქციას თავის საკვებად და როდესაც რა პრობლემებზე აქვს საუბარი ესე იგი რაც პრობლემები ჩამოთვალეს ასე მომიცია ნუ პრობლემები რომ მე გახდით ცუდად რომ ჩემი ყუთები მოდუნდა აი ასეთი პრობლემები ემართება იმათო ვინც არის ვეგანები ან მათი კიდევ ერთი ჯგუფის ასე ვთქვათ განშტოება რომელსაც უწოდებენ სრაიერი უმი მჭამელები დიახ ვეგანელები და უმი მჭამელები ამ ორს ყოველთვის ემართებათ სერიოზული პრობლემები და ვეგეტარიანელებს როგორც წესი ესეთი პრობლემები არ უნდა გქონდეთო პირიქით მას აქვს ნათქვამი წინა ვიდეოებში რომ ვეგეტარიანელებს უფრო ძლიერი ყუთები აქვთ და ყუთები არასდროს როგორ გითხრათ აი სპორტით ვინც ვარჯიშობსო ისინი ხომ ჭამენო ხორცს პროტეინები სჭირდებათ ცილა ცხოველური ცილა სჭირდებათო და იკაჩავენო რაღაცას კიდე სვამენ ისინი და ყუთებს იკაჩავენო და როდესაც ესენი მიატოვებენო ვარჯიშს მათი ყუთები ყველა ჩამოვარდებაო ეკიდებაო სხეულზე ხო ესე იგი მოდუნდებაო ამდაგვარი არ მოხდება ვინც ხებულობს ვინც არის ვეგეტარიანელები სხვათა შორის რომლებიც მორწმუნეები ხართ და კითხულობთ ბიბლიას თუ გაქვთ და მე ვიცი ბევრი მორწმუნე რომლებსაც ხელში არ შეუღიარასოდეს ბიბლია ისინი ბიბლიიდან როგორ კითხულობთ ოდელი კიდადენ ეკლესიაში მე კი 7 ჯერ მაქვს ბიბლია წაკითხული და თურმე კიდე ვერ გამიგია კარგად და დანიელი როდესაც დანიელი და კიდე რამდენიმე ახალგაზრდა ახალგაზრდა არ მახსოვს ტყვეთა იყვანეს თუ რაღაც იყო იქა დაავალეს ბიჭებზე კარგად ეჭმიათ ხორცის პროდუქცია და ასე შემდეგ
დანიელი იყო ვეგეტარიანელი, დანიელი და მისი მეგობრები იყვნენ ვეგეტარიანელები. და ის ვინც ამათ უფროსად დააყენეს, მან უთხრათ, მე თუ თქვენო ბიჭებო არ გაჭმევთო ხორცს, მე თუ თქვენ არ გაჭმევთო, მეო დავისჯებიო, მეო დავშანო ამის გულისა. და რატომ აყენებთ ასეთ მდგომარეობაში და დანიელმა უთხრა, მოდიო, ექსპერიმენტი ნახსენებდა ექსპერიმენტი, მოდიო, 10 დღე გვაჭამეო შენ ჩვენ ეს მცენარეულობა, ბოსნეულობა, ხილი და ეს ჯამთელი პროდუქცია და 10 დღეშიო ნახავო, ჩვენ მართლები ვიყავითო თუ არაო. ხო და მართლაც, როდესაც გავიდა ეს რაღაც პერიოდი, ზედამხედველს, ვინც არის დაყენებული, რომლებიც ხო ამ ბიჭებზე ვინც იყო დაყენებული ზედამხედველს, გაუკვირდა. მართლაც, დანიელი და მისი მეგობრები გამოიყურებოდნენ იმათი უკეთესად, ვინც იკვებებოდა ხორცით. ხო, აი მე არავის არ ვარ, ასე თქვათ, არ ვაძალებ, მე თვითონ კი ვეგეტარიანელად თვლი თავს, მაგრამ არა, ხორცი არასდროს მიჭამია, მაგრამ მე ხო კვერცხს ვჭამ, ესე იგი მე არა ვარ თუთა ვეგეტარიანელი, მაგრამ ვცდილობ. მე სხვათა შორის, მე ხო ამტყופი ადამიანი ვარ და კუჭის მოსანელებლად მე მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, ხო. და ამის შეწყდულობდი ან ფესტავს, ან ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავდა, შეიძლება ამ პრეპარატს ყველა სხვადასხვა სავაჭრო დასახელება აქვს. მაგრამ ისეთი პრეპარატი, საკურველი არის იაფიანი პრეპარატი, არის ჯვრიანი, მასაც გეუბნები, არ დავასახელებ. სხვადასხვა ქვეყნის გამოშვება, იქიდან გამომდინარე ფასებით, ხო? და მაშინ მით უმეტეს ჩემ ახალგაზრდობაში, უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ეს იყო რაღაც დეფიციტი არ იყო აფთიაქში, იაფი ხილდა. და მე სვამდი ამ წამალს. ვაყოლებდი ყველაფერ ცხიმიანს. მაგალითად, მე ყოველთვის ექიმი მიწერდა აევიც. თევზის ცხიმი. მე მაშინ თევზს ჭამდი, ხორცს არ ჭამდი იმდის, მაგრამ ეს თევზის ზეთი, შენ თუ თევზს არ ჭამ, თევზის პრეპარატებიც არ უნდა მიიღო, არც საქონლის პრეპარატები უნდა მიიღო, მაგალითად, ფიფსი და მინისებური სხეული ძროხის თვალის სითხიდან კეთდება. ხო, ესე იგი ამისთვის უნდა მოიკლოს ძროხა. ხო? ნაღველი კეთდება საქონლის ნაღველიდან. ნაღველი ის სწავლები, რომელიც მონელებაში ეხმარებიან ადამიანს, არის მათი მთავარი შემადგენლობაში შედის ნახველი და შავი პიმპილა. თუნდაც ეს იყოს სრულფეხა საქონელის ნახველი, თუნდაც ეს იყოს ღორის ნახველი. ახლა უყურეთ, მე იმისთვის რომ ჯანმრთელობა, ესე იგი ჯანმრთელობისთვის ხარი დამეჭირა, მე ვყიდულობდი თვალისთვის გაკუნდილ აევით. ვიკეთებდი, როდესაც იყო მაშინ თავიდან დეფიციტი არ იყო ფიფსის და მინისებურის. ვყიდულობდი ამას, ვიკეთებდი ალოე და ვიტამინებთან ერთად. იმის გარდა, წარმოგიდგენიათ, იმისთვის რომ მომენელებინა, მე ხომ ცხიმიან საკვებს მონელება მიჭირდა, მე ცუდად ვიყავი და თევზის ამ ომეგას რო ვსვამდი და ვსვამდი აევიც და ვსვამდი თევზის ცხიმს, ამ ცხიმს ხომ მონელება უნდოდა. მე მას კიდევ ვაყოლებდი იმ პრეპარატს, რომელშიც შედიოდა ნაღველი, ცხოველის ნაღველი. ესე იგი რა გამოდის? მე ვიფიქრე, რადგან მე მივატოვე ხორცის და თევზის ჭამა, მე ამ პრეპარატსაც მივატოვებ. რატომ? იმიტომ რომ რა გამოდის? მე ვიფიქრე, ახლა ჩემ თავს ვეუბნები. წამლები აივიტი ზეთოვანი, თევზი ომეგა, ან თუნდაც თევზის ცხიმი, ამათ რო დავლიო მე ესენი, ვერ მოინერებ ჩემი კუჭა ამათ და მე ნახდათ არ მიდოდა საქონლის ნახველი გადამეყლაპა. თუ მე ხორცს არ ვჭამდი. ახლა მინისებური იყიდება.
მნიშვნელობა არ აქვს რაღაც, მაგრამ ხომ შემიძლია გავიკეთო, მაგრამ მაგასაც ვარ ვთქვი. იმიტომ რომ რადგან მე მაგ პრინციპზე ვარ, რომ კლელობის გზით მოპოვებული მარტო ხორცი კი არა, კლელობის გზით მოპოვებული პრეპარატებიც არ მინდა. მე რა მივატოვე თევზის ჭამა, ძალივად საერთოდ მივატოვე ამ პრეპარატების, კი. ახლა ვინც მე მიცნობს მეტყვის შენ ამას აჭამ, იმას აჭამ და გახდები ცუდად აბარაო. ნუ რასაკვირველია, ორგანიზმის ცვლილება ხდება. ახლა მე რომ ხორცი შეჭამ, შეიძლება ცუდად გახვდე. იმიტომ რომ რამდენი წერა მე ხორცი არ მიჭამია. მაგრამ არც თევზის ჭამა მინდა. და ახლა ფიქრობ მე შეიძლება, მაგრამ მე ეს პრობლემები იმის გამო კი არ მაქვს, მე მაგალითად ხორცის ჭამა მივატოვე, თევზის ჭამა მივატოვე, წამლების დალევა და გაკეთება მივატოვე, რომელიც მე დამიჭერდა მხარს. კი, ბევრი იკეთებს ახლა ალბუმინებს, პლაზმას ისხამს, სისხლს ისხამენ. მაგრამ მე არ მინდა. რატომ და სისხლი არის იგივე დნმ-ი. და შენ როდესაც სისხლს ისხამ, ჯერჯი შენ ისხამ სხვის დნმ-ს, 5 წელი ჭირდება სისხლი რომ გაიწმინდოს ესეთი. მერე რა განსხვავებაა კანიბალებს შორის და მათ შორის ვინც ისხამს სისხლს. რა მიზეზითაც არ უნდა კეთდებოდეს ეს. კი, მართალია ადამიანები ჩვენ არ მოგვიკლავს, მაგრამ ჩვენ, როდესაც გვისხამენ სისხლს, გამოდის რომ ვიკვებებით ადამიანის ორგანოთი. ვიკვებებით ადამიანურობით, მაპატიეთ, ადამიანური ელემენტებით. და სადესაც სისხლს ისხამენ და შენ თახტები ამ სისხლის გადასხმაზე, ესე იგი შენ საკვებად უყვე ღებულობ ადამიანურ ელემენტს. ანუ ვინ ხარ შენ? ადამიანი თუ კანიბალი? ხო, რასაკვირველია, ადვილი ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ჩვენი დრო მოდის სიკვდილის, ჩვენ უნდა დავხვდეთ ამ სიკვდილს ყველანაირი პანიკის გარეშე. და როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის, ესე იგი ჩვენ მივდივართ ბუნების კანონების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვედით თავის დროზე, ჩვენ უნდა წავიდეთ თავის დროზე. ესე იგი, როდესაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით წასვლას, როდესაც ჩვენ სტუმრად მიხვალ და მე იქიდან წამოსვლა არ გინდა, პრობლემები იქნება, ხო? გეგმები იშლება. კოსმოსურ კანონებს, ესე იგი, კოსმოსმა ხო, კოსმოსურმა ბუნებამ გადმოგზავნა ჩვენ აქ ჩვენი სულები, ხო? რაღაც მისიების. როდესაც ჩვენ თავის დროზე, როდესაც ჩვენ გიქნა დაავადებით და წასვლა გვინდა, წასვლა ჩვენი წაყვანა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით. იმიტომ რომ არ ვიცით, ახლა მე კი ვიცი. რასაკვირველია, ხა ადვილია ლაპარაკი, შენ ჯერ სიკვდილი რომ გადგება, იტყვით ადვილია ლაპარაკი, ხო? არია იოლი. კი, ახლა იმის მიუხედავად, რომ მე ვიცი უყო ყველაფერი და ვიცი, რომ სიკვდილს შვიდად უნდა დახვდე და მე მაგალითად, ნუ გამიჭირვა. მაგალითად, იქ მამაჩემი გაწოლდა დიალიზზე დადიოდა, ბევრი ჩემი ნაცნობი ახლობელი გაწოლდა. მე არ ვიწვალებ თავს, მე წინააღმდეგობას გავუწევ, მე არ მიცემ საშუალებას უფლებას, მე გამაწვალო. არ მინდა. ესე იგი მოვიდა დრო ჩემი წასვლას და მინდა შვიდად მამაჩემს არ უნდოდა წვალება. არ მინდა კაცო მაინც იჭიმებაო ჩემი წასვლის დრო და არ მინდაო ვიწვალო. არამედ ხო, იმ პიროვნებას, ესე იგი ჩემი დედინაცვლის დიშვილს დედაც მოუხდა ასე. თიგნებმა უმტყუნა და დიალიზი დაყავდა და ჭიმავდა დროს, ხო? მე მასე არ ფიქრო, მე ჩემი მამა ძალიან მიყვარდა და გული ვწიოდა, როდესაც ის წვალობდა. მე მიმაჩნდა ფუჭი დროის დაკარგვა რატომ? ის ხომ წვალობდა. ის წვალობდა, მას ღირსება ელახებოდა. კი იცით სამედიცინო დაწესებულებებში ამაყი კაცი იყო. და მე უფრო მაგას ნერვიულობდი, რომ
აბადიეთ ემოციები მომაწვა რომ ამის ღირსება ილახებოდა მე ხვიტვდი მამაჩიმი რა ამაყი კაცი იყო ნუ გამსჭით მაგრამ მე რომ უფლება მქონოდა მე მამაჩიმს არ ვაწვალებდი მაგრამ ვინ უცნდა მის საშუალებას მეც ის მერჩევნა მამაჩიმი მშვიდად მოხდარ იყო სახლში თან კოვიდმა მოუსწრო კაცი წვალობდა მე კი ახლა ლაპარაკობ იტყვით მაგრამ არავითარ შემთხვევაში მე თუ რამე დამემართა მე არაფრით არ მითი უფლებას არავის დაუშვათ გამიგრძელონ წამლებით და ჭვალებებით სიარულ არა მოვიდა ესე იგი ჩემი დრო დღეს თუ ხომ ეს უნდა მოხდეს და მე არ მინდა მე არ წავალ კოსმოსური დაგეგმარების წინააღმდეგ იმიტომ რომ იქ რასაც ქმნიან ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ კანონების წინააღმდეგ წავიდეთ ესე იგი ჩვენ ვარღვევთ ხო წესებს მე მესმის ახლა ეს ხო და მე გართებული მყავს ჩემი დები როდესაც გადავიცულები დამწვან და თუ ავად გახდი მე არ მიცე მაგას საშუალებას გამაწვალო მიდრო მე ვთვლი რომ სიკვდილსაც უნდა შეხვდე თავაწეული დრო მოვიდა ეს იგი და უნდა გაყვე კი ახლა ადრე ლაპარაკი ცოტა შიში კი მაქვს ახლა შიში გავს იმიტომ რომ იცით რა მაგრამ ერთხელ კარგი მოდით თემას დავუბრუნდეთ ხო და ეს უმი მჭამელები არასტურად იკვებებიანო და მე რამდენი უმი მჭამელი ამოვგლიჯიო სიკვდილს ამბობს ალესანდრო უსანინი რადგან მათ პრობლემები შეექმნათ თავიანთი არასწორი კვების გამო მე ვიცნობდიო ერთ ქალბატონს რომელიც მილიონერი გახდაო ახალგაზრდობაში უკვე 18 სასახლში ის იყო მილიონერი დაიწყო ნულიდან და ის გასუქდაო შემდეგ ის გადავიდაო კვებაზე და როდესაც მან დაიფერხაო რამდენიმე ზედმეტი კილოგრამები მე მას ვუთხარიო ახლა შენ ისე ნორმალურ კვებას უნდა დაუბრუნდეო ვეგეტარიანობას უნდა დაუბრუნდეო თორე პრობლემები შეგექმნებაო მან არ დამიჯერაო და ცოტა 6 თვის მერე სადღაც ახალი წლის 6 თვის შემდეგ მე რეკავსო და მეუბნებაო ხო ალესანდრო უსანის სულ პრობლემები შეგექმნებაო პანკრეატითან ამან არ დამიჯერაო და 6 თვის შემდეგ მე რეკავსო მეო პრობლემები შემექნაო პანკრეატიტი მაქვსო და მიშველეო და ნურავის ნუ გაგაჭირათ ასე ძალიან ცუდია როდესაც პანკრეატის ანთება გაქვს და ამ ქალბატონმა შექმნაო ჩატი და ჩატებში ხო მიდისო მიმოწერა ყველასი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პანკრეატიტი პანკრეასის ანთება და ალესანდრო უსანინი უთხრა ამბობს უბრალოდ აიღეთო საფრანი და რუსულად შაფრანი და ყოფილა ქართულად საფრანი და რძე საღამოს დილისին დალიეთო ვისაც პრობლემები გაქვთო პანკრეასთან ხო ეს უთხარიო იმ ქალბატონს და შემდეგ მან შეისწავლაო აიუერ და ეს სკოლა გაიარო კანადაში და გახდაო დიპლომირებული სპეციალისტი და ახლა ასწავლისო ამ აიუერდის მიხედვით სწორ კვებას სხვებს და საერთოდ ვეგეტარიანობაო ამბობს უსანინი ყველაზე კარგი დიეტაო კაცობრიობისთვის სანამ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი იყო ძალიან ბევრი წიგნი გამოშვებული ვეგეტარიანობაზეო პავლოვა და ქალბატონების პავლოვა და მიტკოვის მეშვეობით და ეს მიტკოვაო მუშაობდაო სამინისტროში და ამუშავებდაო დიეტებსო სანატორიუმებისთვის მაპატიეთ ადრე ძალიან ბევრი სანატორიუმები იყო და ამ სანატორიუმებისთვის ეს ქალი ამუშავებდა დიეტას და მაგათმა აღმოაჩინესო როდესაც ჩატარდაო ეს ექსპერიმენტი და
ამ სანატორიუმის ხალხი დამსვენებლები ყავდათო ყველა სხვადასხვა დიეტაზეო და მაგათმა აღმოაჩინეს რომ ყველა დიეტაში უნდა იყოს გამორიცხული ხორცი. აუცილებლად უნდა გამოირიცხოსო ხორცი. ესე იგი მაგათმა დაასკვნეს რომ თუ არ გინდა იავამყოფო ხორცი უნდა გამოირიცხოს საკვებიდან. რა შეიცავს ვეგეტარიანული დიეტა? ვეგეტარიულ დიეტაში შედის ყველაფერი. ყველაფერი რა? უმიც, მოხარშულიც, ხილიც, რძიანი ნაწარმიც. კვერცხი არ შედის. მაგას ვამბობ, მე ჩემზე ვერ იწყება ვეგეტარიანელა, რადგან მე ჯერ კიდევ კვერცხს ღებულობ. მე მივატოვე ის ნაწარმების ყიდვა, რისგანაც კვერცხისგანაც კვერცხი რომ შედის. ეს არის პეჩენია, ფუნთუშაში ახლა ვინაკეთებს კვერცხს. პროცესში მართლობა ხარ შეიძლება იგივე კარტოფილიანში, ლობიანში, ცომში კვერცხი გააკეთონ. ხო, არა, ამიტომ ვამბობ, ყველაფერი უნდა ჭამო შენი გაკეთებული, დაუშვათ შედების გვარად. თუ გავს ამის პირობები და საშუალება. და თუ არიცი წესები უმი საკვების მიღების, ხო, იქ არის რაღაც არის დასაცავი. იმიტომ რომ არაფერს არა დღეს საიდუმლო რომ ყველა მცენარე არის შხამიანი. იგივე ლობიო ავიღოთ. ადრე მე მაგალითად მასე ვაკეთებ ახლა. ლობიოს მინიმუმ 1 საათი მაინც ვცდილობ მთელი ღამე იყოს, მაგრამ მინიმუმ 1 საათი მაინც ვდებ წყალში. ეს საჭიროა იმისთვის რომ შხამი გამოიყოს, ეს მე უნდა გაირეცხოს. თან წყალში ჩადებული ლობიო მუცელს არ შლის. კი იცით, ლობიო მითის მუცლის არშლა. უნდა რომ ეს ამას თავი ავარიდოთ, საერთოდ ლობიო უნდა ჩააბო, მაგრამ ეს ამას აკეთებდნენ უფრო ძველად. და უსანინი ამბობს, რომ არ შეიძლებაო მარტო უმიკვებით იკვებოს ადამიანი. ადამიანი როდესაც იკვებება ვეგეტარიანული საკვებით, ესე იგი კომპლექსით ამ ვეგეტარიული საკვებისა, იგივე ავიღოთ მაგალითად უმის საკვები, ხილი ბოსტნელი როგორც გითხარი და აუცილებლად რძის ნაწარმი, ხო? ისი ინტერნეტში ეს უსმენ, ეს აკრძალულია, მეორეს უსმენ, ეს აკრძალულია შაქარი დამარილი, ნელი სიკვდილიაო, შაქარი დამარილი, ნელი სიკვდილიაო და ერთ-ერთი პიროვნება გამოვიდა იქ, მაგრამ თქვა მე უკეთებას უკეთებო საკვებს მანიცის და პატიეთ და ეხსნებაო ნეგატიური მოქმედება. საერთოდო ყოფილა კოდები სპეციალური ნეგატიური ენერგიის წინააღმდეგ ან გამოკეთება თუ გინდათ ან გაკლიათ რამე ენერგიები. მაგრამ ეს ხომ ყველა მარიცის. უბრალოდ მე ვეთანხმები იმას, რომ როდესაც საკვებს იღებ, არაფერზე არ უნდა იფიქრო. უნდა იფიქრო მხოლოდ ბავადიეთ, უნდა იფიქრო მხოლოდ საკვებზე, როდესაც ჭამ. იმიტომ რომ როდესაც შენ ღეჭავ საკვებს, და შენ ფიქრობ რაღაცაზე, მაგალითად იმან რა გამიკეთა, იმან ის ასეთი, ის ისეთი, იმან ეს მომატყუდეს. ამ დროს თქვენ საკვებთან ერთად იღებთ, აი მე მაქვს წესად რა, საერთოდ მე ხომ ვთავ ინტერნეტს ერთი კვირით, ხო? მე აზრად მომივიდა ის, რომ როდესაც შენ ჭამ საკვებს, კლასიკური მუსიკა ჩართე იმ მომენტში. არ ჩართო არაფერი, მე ხო ვუსმენ ხანდახან დრო ვარ დავკარგო ჭამის დროს. ჭამის დროს არაფერს ისიც არ უნდა მოусმინო. მნიშვნელოვანს რომ შენი აზრი გაიფანტოს. შენ უნდა ფიქრობდე მხოლოდ იმ ყოველ უკმას, რომელსაც ღეჭავ. რომ შენი დადებით ენერგია მას გაყოს. მე მაგალითად წესად გქონდა აქამდე უსმენდი მაგალითად რადგან ინტერნეტი ჩართული მაქვს, ან კოშმარული ისტორიებს, ან კიდევ რაღაცას და ბოლო დროს კი მივატოვე. ბოლო დროს, როდესაც ჭამ, თავ კლასიკურ მუსიკას.
თუ მაქვს ინტერნეტი. ხო. თუ არა და ვცდილობ რამე კარგზე ვიფიქრო, საკვებზე და რამე კარგზე პოზიტიურზე. და ხორცის ჭამა, რაც ეხება ხორცის ჭამას, თურმე გამოიკვლიეს იმ დროს საბჭოთა კავშირის დროს, რომ გულის შეტევებს, გულის პრობლემებს იწვევდა ხორცის ჭამა. რატომ? ეს ცხოველები ხომ იკლება, ესე იგი, უგულო ადამიანებით იკლება ეს ცხოველები, შემდეგ ამას ჩვენ ჭამთ, ვით ჭამს და ეს პირველ რიგში აზიანებს გულსო. ესე იგი, გულზე ხდება პირდაპირ ეს. ხო, რა ვარია? ეხლა თქვენ ხო, ადამიანი შეეჩვია. უსანენა იგის თქვა, რომ ხორცის ჭამა არის ჩვენი დეგრადაციის ნიშანიო. ხორცის ჭამა, სიგარეტის მოწევა და სასმელი ეს არის ჩვენი დეგრადაციის ნიშანი, მაგრამ დღევანდელ ადამიანებს გონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრება არისო. ხო, როგორ არა, ჩვენ ვისხამთ სისხლს, ვაძლევთ ჩვენ ორგანოებს სხვას, ხტება ორგანოების ყიდვა. კი, ახლა ზოგი იწყოს, რატომ მოგაცო, მაინც ხტებიო და რატომ არ უნდა ისარგებლო ჩვენი ორგანოები? საქმეც იმაშია. თქვენ რა გინდათ ახლა თქვენი სული აქ დარჩეს და იმ ადამიანზე იყოს მიჯაჭვული, რომელსაც თქვენი ორგანო გადაუნერგეს? თქვენ ხომ ჩვენ ვართ აქ დედამიწაზე, ვართ იმისათვის, რომ ჩვენი მისიები შევასრულოთ, ხო? და ჩვენ მოვდივართ. მე ჩვენი სული ხომ და ჩვენ რისთვის ვიბრძვით ჩვენი სულის გადასარჩენად და ჩვენ თუ ასე წურმანები ქვია ეს, ასე რაღაცებს არ დავაკვირდით, ეს არაა ხორობა, ეს არის არ არის უგულობა. აი, უგულობა, როდესაც ადამიანებს ყიდიან ორგანოების გამო, მაგას არც კი იკითხებიან. ჩვენ გონიათ სიკეთეთ მიგვაჩნია, ჩვენ ორგანოს თუ სხვას დავუტო. აი, შესაძლოა ამაშია კაბალას აგიტაცია, ჩრდილოვანი სახელმწიფოს აგიტაცია, რომ ხალხს დავაჭიროთ, რომ ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, თუ ჩვენ ორგანოებს ყიდით, ორგანოებს სხვას ვუტოვებთ. ჩვენ აქ იმისთვისაც გაკეთებული, რომ ჩვენ სულებმა გადარჩენა არ მოიპოვოს არასოდეს. არასოდეს ჩვენ სულებს სახლში დაბრუნება. როგორ ახლა? მე ვიცი, რომ მე დავიღუპები, თუ შენ მოგეცი ჩემი ორგანო და მისი წავედი აქედან, მე ვერ წავალ აქედან. ვერ წავალ. მე თუ სხვას ორგანო დავუტოვე და მე მოვკვდი, დაუშვა გადავიცვალე, მე აქედან ვერ წავალ. რათა უნდა ჩემი სულის მოსახსენებელი ჩაატაროს ღმრთელმა, თუნდაც ღმრთელმა, მე აქედან ვერასდროს ვერ წავალ. იმიტომ რომ ჩემი სული და იმ ადამიანის სული დაუშვა, რომელსაც ჩემ ორგანოს გადაუნერგავე. ჩვენ ორივე დაღუპულები ვართ. იგივე ეხება სის, ალბომის, პლაზმას, გადასხვას. ჩვენ აი ვამპირებზე ზღაპრები რომ იყო, ზღაპრები კი არა, ვამპირებზე რეალობაა, ესა უბრალოდ განსხვავება, რომ ჩვენ ადამიანს ისინი არა ახსენ იმას კლიკი რომ ჩაუჭო და მოწოვო. მაგრამ ჩვენინები ცვამთ ამ სისხლს, გინდა ვენიდან შეყვანილი რა, ვენიდან შეყვანილი საკვები არაა, როცა ავამტყოფი კომაშია, ვენას უძგავენ ხომ რა ქვია მაგას, გლუკოზას. ვიტამინებს შეყვანებს, რომ ორგანიზმის ხადაჭერა მისცენ. მასეა ავამტყოფს, გაჭირვება ავამტყოფს. ამიტომ მაგრამ მე ერთი რამ ვერ გავითვალისწინე. ახლა უსანენი საბონს არ ხმარობს, რატომ და საბონში არის კი კეთდება მცენარეულზე დამზადებული
საპონები, ბუნებრივი საპონებიც არის თეთრი თიხა, რომელიც ისაპნება, მაგრამ მე არ გავითვალისწინე, იმიტომ ვამბობ. საპონზე ვარ, უნდა თქვა. ყოველ შემთხვევაში თხევადი საპონი უნდა დაიდვა. ამიტომ ვამბობ, მე ვცდილობ როგორც შემიძლია, მე ჯერ არა ვარ სულთა ვეგეტარიანელი, იმიტომ რომ საპონში შედის ცხიმი. ქალბატონებო, თქვენ რომ ტუჩის საცხს ისმევთ, თხევად ტუჩის საცხს არ გულისხმობ მე. მე გულისხმობ ჩვეულებრივ ტუჩის საცხს. რომ გახსნით, თავს მოხსნით და ისვევთ. თორე აგონიათ იმაში რა შედის. ძაღლის ქონი. ადრე აკეთებდნენ ძაღლის ქონისგან და რამდენი ძაღლი შეეწირა მაგ ტუჩების საცხს. ქალბატონებო. აბა, ახლა კიდე გეყვარება ტუჩის საცხები. თორე აგონიათ თქვენ მაგას ვამბობ, მაგას ზუსტად. კრემები. აბრეშუმის მოყვარულებო. აბრეშუმი თხომ მკვლელობის ნიადაგზე შექმნილი ქსოვილია. აბა ბევრმა არიცით ეს, ხო? ბევრმა არიცით. აბა დაინტერესდით და შედით ინტერნეტში და ნახეთ აბრეშუმი როგორ კეთდება. სანამ გამოვა იქედან ის ჭია თუ რა, მაია, პეპლად, სანამ გამოვა, მანამდე უნდა მოხდეს იმ ძაფების აღება, აბრეშუმის ძაფების აღება, იმიტომ რომ თუ გამოვიდე იქედან ჭია, მაგ ძაფი მე არ იბარგებს და შრომაც გადაყრილია წყალში. და რა ხდება? რა გზით ხდება? ამ ძაფების შოვნა, აბრეშუმის ძაფების შოვნა. შექმნა რა გზით ხდება? ამა ცოცხლად ხარშავენ. ცოცხლად ხარშავენ. იმითაც რომ ის ძაფები მიიღონ და ადამიანებმა სიგრილი დავტკბეთ ხოლმე ზაფხულში. გრილი ტანსაცმლით, გრილი თეთრეულით, გრილი ხალათით. ხო, და როცა აბრეშუმის ხალათს მოიცმეთ, და გესიამოვნებათ. კვლელობით შეძენილი ძაფი. ამიერიდან ჩაიცმეთ თქვენ იმ აბრეშუმის ხალათს, რომ გაიგებთ. არა. მე ვერ ვიყიდი აბრეშუმის. შეიძლება არ ვიცოდე და შემთხვევით ის კი არა ტყავის ბასანაჩკები მაქვს. რამდენი წლის წინ ქუთაისში ნაყიდი. ახლა ვფიქრობ. რატო ვიყიდე ტყავის, მაგრამ უფრო გაძლეს. და მე იმ კვლელობის გზით მოპოვებულ ფეხსაცმელს ვიცმევ, ვატარებ. ვატარებ ახლა დიდი ხანი არ ჩამithვას. აწამაქციოს მეთქიდა. ხო და მაგას ვამბობ, ვით უმიც ჭამელებია, ისინი სადღაც 10-12 წლის შემდეგ ინვალიდები ხდებიან. ხო, მეც გამიკვირდა ეს რგოლსანირმა. ინვალიდები ხდებიან, იმიტომ რომ იმ უმის საკვების ჭამის რაღაც წესებიც არსებობს და ამის დარღვევა იწვევს ინვალიდობას. ეს უთებ არ ხდება ინვალიდი ადამიანი ნელ-ნელა. და ალექსანდრ უსანინი ამბობს, რომ იყო ასეთი ქალბატონი ბუტეკო და ამ ქალბატონს წიგნი აქვს დაწერილი, სადაც ისყვება, რომ არის ადამიანში სამი სტიქია, ეს ლორწო,
ცეცხლი და კაფხა. ლორწო ცეცხლი არის ცეცხლის ქვეშ იგულისხმება ნახველი და კარბა თუ რა ვთქვი მე ახლა, ხო ხაერი. ხო და თანამედროვე დაავადებები უმეტესობა გამოწვეულია ლორწოთი. და ბევრი ლორწო აქვთ იმათ, ვისაც აქვთ 11 ტონა. და ეს სტიქიები უნდა იყვნენ თანასწორობაში ერთმანეთთან. უმის საკვები ეკუთვნის ვატას კატეგორიას. ეს არის ასეთი სახელწოდება ვატა. ხო და უმის საკვები ეკუთვნის ვატას კატეგორიას. ანუ ხაერი. მე ხო ჩამოთვალე იქ ლორწო, ცეცხლი და ვატა. ლორწო კი იცით რა, ცეცხლი როგორც მეთქი არის ნახველი, ვატა არის ხაერი. ხო და ვინც უმს საკვებზე გადადის, ამ დროს ხდება რა? ვატა, ანუ ხაერი, დევნის ორგანიზმიდან მთელს 11 ლორწოს. კი, უმის საკვები დაშვებულია იმათვის, ვინც ჭარბტონას იწონის. ხო, მაგრამ როდესაც ადამიანი ჩამოვა იმ ტონის კატეგორიამდე, რომელიც ნორმალურად ითვლება, მე უმჭამელობიდან უნდა გადმოვიდეს ჩვეულებრივ საკვებზე, ვეგეტარიულ საკვებზე. ის კატეგორიის ადამიანები, რომლებიც არიან სუსტები, მაღლები, მათი უფრო მეტია ვატა, ანუ ხაერი. ხო, და მათთვის აკრძალულია უმის საკვების ჭამა, კატეგორიულად აკრძალულია. მაგათმა უნდა ჭამონ მოხარშული, ცხელი, თხევადი საკვებები. და ქაშები უნდა ჭამონ. ასეთმა ხალხმა ცივი საკვებიც არ უნდა მიიღონ. ეს მათთვის საზიანოა. მაგრამ ადამიანს შეუძლია იყოს უმი მჭამელი, თუ ეს ადამიანი ყოველდღე, თუ ეს ადამიანი როგორ გითხრათ, აი დამოიწყო სიტყვა. არის საკავებული საათნახევარი მაინც ძიმე ფიზიკური დატვირთვით. ანუ მუშაობა. ან მუშაობი დაუშვეს მიწას, სოფლის მეურნეობა აქვს, ბოსტანი აქვს. თუ სულ დატვირთულია ფიზიკურად. მაშინ რა ხდება იმ დროს, როდესაც ადამიანი ფიზიკურად შრომობს. თუ მას აკლია ეს ლორწო, ის ცეცხლი ფიზიკური შრომის შედეგად გამომუშავებული ენერგია, ანუ ცეცხლი, წასუქრებას უკეთებს ორგანიზმში ლორწოში. ხაერს. ვატას უკეთებს წასუქრებას ლორწოში. მე მაგალითად ხშირად ვამბობ, რომ ვარ დიაბეტიკი და როდესაც ვიყავი სოფელში, მაგალითად მამასთან ამოხდებოდა, ან ადრე წლებში მე ვცდილობდი სულ მემუშავა. და ვიცოდი, რომ შაქარს უნდა მუშაობის, ფიზიკური მუშაობის დროს შაქარს ეს ფიზიკური მუშაობა ეხმარება შეწოვებაში. ანუ ეს შაქარი უნდა დაიწვას. ნუ რაღაცა გზით გამოყავდა ფიზიკური მუშაობის დროს ორგანიზმს ეს ზედმეტი შაქარი. და რაღაცებს ხტებოდი, რასაკვირველია. არა ტრადიციული მედიცინის მიხედვით, არამედ არა ტრადიციული მედიცინის მიხედვით. ხურძნობდი და თუ კარგად თავთ, ხო? და მე ისიც ვიცოდი, რომ რა იყო ჩემთვის ცუდი. მაგრამ მე ვცდილობდი ბევრი ციტრუსი მეჭამა. ხო და ციტრუსები კი შეიძლება ესპანეთში არიო და ჭამო. ეს დაშვებულია. და საერთოდ ვამბობ, ფიზიკური მუშაობა, მე ვიცოდი ერთი, რომ ფიზიკური მუშაობა იყო კარგი ჩემთვის. და პროდუქტები, რომლებიც გამოყოფენ ლორწოს, ეს არის ხორბალი, პურისქვილი, ეს არის შვრია,
და რატომ ამბობენ შვრიაზე, რომ ის არის სარგებელი? მე მიყვეს, რატომ და შვრია ცხორბალივით, აი იგივე ხო? იგიც გამოყოფს ლორწოს. ხა ფანტელები რომ შვრის მოხარშედ წეპოვანი ხდება, ხო? ესე გამოდის, რომ შური არ არის სასარგებლო. ალბათ თვითონ ორგანიზმი გაგზავნებთ თქვენ, რომ დაჭამოთ რა არა. მაგალითად მე ამე ვარ და გული ტიტიბურაზე, ახლა ისე ხშირად მე არ ჭამ ტიტიბურას. მიყვარს და მაკარონიც არ მიდაუყვე იმდენად და თუ აკეთებ ვცდილობ ცოტა ვჭამო. ბრინჯი დიდი ხანი არ ვიჭამე, ახლა ბრინჯის ხომი გავაკეთ. ხაშებით არ მინდა გავაკეთო, მაგრამ არა, ბრინჯი სასარგებლოა, შაქარს წევს. ბრინჯის ნაჭამი 300 იქნება შაქარი, ტიტიბურას ნაჭამი 340. ნახაგი პალიდო და თხას თუ შეჭამ, დღეს ახლა 334 იქნება შაქარი. გუშინ თუ და პალიდო მივედ ჭამი საღამოს. ორი უკვე ბევრი არა. მურაბერტი წყალ. ტკბილი, მაინც ტკბილს და ხო გეუბნებით, აგერ ხმელი ბარდაზე დავჭექი, ხმელ ბარდაზე ორი დღე ვიყავი, კერძი, ხმელი ბარდის კერძი. შაქარი დამევა და 170, პირველ დღეს 172 იქნება, მეორე დღეს 179. როდესაც მე შაქარი 400-მდე ამის უზმოს, ახლა ხომ გეუბნები დღეს 324. და სულ ბარდაზე ვერ იქნები, მუცელს კრავს. და თანკვლები არ მაქვს, მაგ ჩოფერი მაქვს ნაყიას ის შემთხვევებისთვის, ჩოფერში ვატარებ ყველაფერს, ან ხეხავ. ხელისახეხი. ამიტომ ვამბობ. და ეს წამყვანი, ვისანაც არის სტუმრად უსანინი, არის ამ შემართებელი ქსოვილის კლევარი, ამ პრობლემებისა, რომელიც იქნება. და ის ამბობს, რომ დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ქალი რომ მშვიდიერებდა 25 წლის ასაკში, ეს უკვე მიაჩნდა იქნებ დაგვიანებული. და დღეს მithumedes ბავშვები ბადებიანო ისეთი სუსტი შემერთებელი ქსოვილითო, რომ ისედაც გასაგები ხდება, რომ ბავშვი სამთვეში ვერ დაიკავებსო თავს, უფრო მეტი ძროხი ჭირდებაო. ბავშვი ერთ წელს არ დაშვდებაო, რადგან ამ გასაერთიანებელი ქსოვილის სისუსტის პრობლემაა. და ახლა იბადებიანო ასეთი ბავშვები. და მათ იგენი ინსტინქტურად არ ჭამენო ხორცს, იმიტომ რომ მათ კუჩშიცო არის პრობლემაო ამ შემართებელი ქსოვილისო და ვერ მოინელებსო ბავშვებზე საერთოდ ერთ-ერთ ექიმის გვარი დაასახელა. მაგ ექიმს უთქვამს, რომ ბავშვებზე არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში 5 წლამდე ხორცის მიცემა, რომ იციან ბავშვებზე 6 თვის შემდეგ ხო უმატებენ საკვებებს, ხორცსაც აძლევენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თურმე ხორცი. 5 წლამდე ხორცი ბავშვზე არ შეიძლება იცემა. ხო და ეს სამყარო ამბობს, რომ ეს ექიმია და ეს ქალი, ეს ქალბატონი ტატიანა ექიმია და ეს იკვლევს ამ შემართებელი ქსოვილების პრობლემებს. და ეს ამბობს, რომ ბავშვები იბადებიან ძალიან სუსტი, ახლანდელი ბავშვები, რომლებსაც იმის ძალას კი არ გააჩნიათ, რომ ხორცი გადაემუშავონ, რადგან ლორწო და ლორწოთა ქვეშა ეს განყოფილებები არის ძალიან სუსტი და მე უნიშნავ ჩემ პაციენტებსო ცხოველურ კოლაგენებსო, რის გამო მე მიწევენო წინააღმდეგობას, რომ არ არიანო თანახმა, რომ კოლაგენები დაუნიშნო მათ. უსანინი ამბობს, უსანინის იმქამა თქვა მეკონა, რომ ერთმა ექიმა თქვა, ახლა მაგამ გვარი ვერ დამიმახსოვრე, 5 წლამდე ბავშვი არ შეიძლება, თქვა, რომ 5 წლამდე ბავშვი არ შეიძლება ხორცის მიცემა, რადგან ბავშვის შიგანი არის ძალიან სათუთი და არ არის იმისთვის გაკუთვნილი, რომ ხორცის ტოქსინები გადაამუშავოსო. ეგ ხომ როდესაც თუნდაც ადამიანი იყოს, საერთოდ ხორცი რომ მოხდება რამე, ხელთ იწება ხსნა, ორგანიზმის ხსნა, წარმოგიდგენიან და ეს ტოქსინები, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმში, ბავშვის ორგანიზმი არა იმისთვის ვერ მოერევა ამ ტოქსინებს.
სხვათა შორის ინტერნეტში ამბობს ერთი კაცი სულ გამოდის და ჩვენ ვართ ხეცები, ჩვენ უნდა ვჭამოთ ხორცი. არ არის მას. მე სულ მეცნეს, სულ გამოდის ეს ადამიანი ათასჯერ დაატრიალებენ იმას, რაც უნდა რომ ხალხმა დაიზეპიროს და ხალხი აიძულონ გააკეთო. არა მასე. ჩვენ ხორცჭამი ჭამიები არა ვართ. ჩვენ ვართ ნაყოფჭამიები. ჩვენი შიგანი არის გრძელი და ჩვენ არა გვაქვს იმისი პირობები კუჭში რომ გადაიმუშავოს ხორციო. მაგალითად ხორცი რომ ძაღლის გამოყოფილ წონში ჩააგდო ის თანთქავს ამ ხორცს ის რადიოსალიანაკისლა და გამოიყოფა ცხოველების ორგანიზმში დიდი რაოდენობით და ცხოველის შიგანი სათნახავარში ინთავისუფლებს თავს ამ ნარჩენებისგან და ადამიანი საკუთრ როცა ჭამს ის თავისუფლდება მხოლოდ მეორე დღეს ამ წინადღის საჭამისაგან, ხო? და მით უმეტეს ხორცს უნდა დიდი დრო. როგორც ახლა ვაშლი ადამიანის კუჭის წვენში ჩააგდო ის ხელად აითვისება, მაგრამ ადგილები რო შეანაცვლო, ასე არ მოხდება. დაუშვათ ჩვენ ხორცს ძალიან მე სულ მიკვირდა ხორცის ჭამის შემდეგ, თევზის ჭამის შემდეგ, ზეთოვანის ჭამის შემდეგ. ახლა ზეთიან ეტყობა ზეთს ვეღებულობ ჩემი ორგანიზმი. შემტვარზეც იმას გაცხელებულს. გრძნობ მე აქეთ ამ ბოდიში და ცდილობთ აქეთ ამოვიდეს. იჟოგას მაძლეს. ეს იმის ნიშანია, რომ ზეთს ვეღებულობ ჩემი კუჭი. მე ცდილობ ახლა ზაფხულია და ხო ყველაფერს არ თუნდაც ამას ახლა მე გიყვებით, მაგრამ აი მაგალითად მე შევეცადე ამ ეხსნაეთი ქალისთვის, მან თქვა რა თქმა უნდა თქვანო, ხორის ხორცი უყვარს. გიშდება გოჭის ხორცზე. ხო, თულია, ორგანიზმი უნდა გაცხეს. მანამდე სანამ არ გაცხება და თვითონ ვერ შეიცნობს რომ ამის ჭამა არ შეიძლება. მე როგორც ახლა მძაფრად დავჭიქი დიეტაზე ვარ ახლა მე ვცდილობ ჭამო ის, მაგრამ მაინც მიჭმება, არა ყოველთვის ესნაირი საკვები, ხო? ხომ გეუბნებით? მე ექსპერიმენტს ვატარებ. ახლა მინდა ვიყიდო ჭყინტილობიო და გავიგო თუ რამდენად ისა როგორ მოქმედებს შაქარზე ჭყინტილობიოს კერძები. ხო და და უსანინი ამბობს, აი ავიღოთო ქრისტიანული წმინდანებიო. 150 წმინდა ქრისტიანული წმინდანები არ ჭამდნენ ხორცს. არ ჭამდნენ, რა წეს ამას, ხო. ხორცს არ ჭამდნენ და წელიწადში 200 სამარხო დღესასწაულიაო. და მე თუ მკითხავთ, ქრისტიანები პირველი, ესე იგი, მაგდროინდელი პირველი ქრისტიანობის დროს ისინი საერთოდ არ ჭამდნენ ხორცს, ქრისტიანები. არც იესო ჭამდა ხორცს. და მათი სიმბოლო იყო თევზი. ეს ჯვარი არის სამყაროს სიმბოლო. და არა ქრისტიანობის, ხო მინდა ვისარგებლო შემთხვევით დაგითხრათ, რომ ჯვარი არ არის ქრისტიანულ სიმბოლოდ გახადეს მოგვიანებით, როგორც გერმანფაშისტებმა გახადეს ემბლემა სვასტიკა. სვასტიკა არის კოსმოსში არის დიდი სვასტიკა, პატარა სვასტიკა. დიდი სვასტიკის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცხოვრობთ ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს. ისევე მთელ კოსმოსში ასე გადაჭიმულად მდებარეობს დიდი ჯვრის გამოსახულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქრისტიანობის სიმბოლოა და თურმე ამ ჯვარს საერთოდ დაცვითი ფარველობის ის არის აქვს თვისება. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ ქრისტიანი, არა ხართ ქრისტიანი. ეს ჯვარი უბრალოდ არა ჭარბად დაიწეროთ. ეს ჯვარი ეს კოსმოსის ჯვარი. შეგიძლია დაიკიდოთ როგორც ჩვეულებრივად, როგორც ამულეტი დამცავი. ან საკვებს რატომ აწერენო ჯვარს? იმიტომ კი არა რომ
მორწმუნე ხარ თუ ქრისტიანი, ქრისტიანული მორწმუნე არა. უბრალოდ იმდენად წმინდა ეს ჯვრის გამოსახულება, ქრისტიანობამდე არსებობდა ეს. ქრისტიანობის შემდეგაც იარსებებს. და ეს ჯვარი არის, ხო, ამ ჯვრით, როდესაც საკვებს ასე იზამთ, ეს ნიშნავს, რომ საკვები დაიცლება ნეგატიური ენერგიისაგან. ეს საკვები ზათ არის მისაღებად. და იცით თქვენ, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხოთ. არა, მე ამას ჩემით მივხვდი. იმიდან გამომდინარე, რომ ხომ ყვებიან აი ტარტარიაში ორივე ნიშანი ეკუთვნის ტარტარიას, ესე იგი რუსეთს, ის ნახევარი მთვარე, ასე მუსულმანების მოსვლამდე იყო ნიშანი იმისა, ხო, ჩვენი წინაპრები მზედა მთვარის ცემდნენ თაყვანს. ის ნიშანი იყო მთვარის. და მუსულმანებმა თავის სიმბოლოდ ისა გარდაქმნეს, როგორც ფაშისტებმა სვასტიკა, როგორც ქრისტიანებმა ჯვარი, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე არ ეკუთვნის ადამიანებს, ეკუთვნის კოსმოს ბუნებას შემქმნელს. და კიდევ ერთი, იუდაიზმის დავითის ვარსკვლავს რომ უძახიან, ეს დავითის ვარსკვლავით არ არის ებრაელების სიმბოლო, სხვათა შორის. ეს არის სამყაროს სიმბოლო. მე ხა ბლავატსკაიას ნატარმოების წერით ფორმაში დავიწყე დადება, რომ ხალხმა ვერაფერი ვერ გაიგო ჩემი წაკითხულიდან. და მეც ვერ გადმოვცემ იმ ნიშნებს, რაც იქ არის ხოლმე გამოსახული სხვანაირად. და ამიტომ იმ წაკითხვის წერით ფორმაში უკეთესად გადაგცემ თქვენ ამა თუ იმ სიმბოლოს მნიშვნელობას. ჯერ თვალით ხედავს ადამიანი, ხო მერე იგებს. და დავითის ეს ამას ქვია პენტოგრამა. და ის 6 მაპატიეთ, მეგონი ახლა ამებნა ტვინი. მეგონი დავითის ნიშანი მე ხა მგონი შემეშალა. არა, 5 ისა კუთხიანი ვარსკვლავი მგონი პენტოგრამა დავითის ნიშანია თვალწინ. დავითის ვარსკვლავი და არის 6 კუთხიანი ვარსკვლავი. ხო. და ეს 6 კუთხიანი ვარსკვლავი სიმბოლოდ ახალ საქმენ მიწის, ესე იგი მიწის ქვეშა ერთ-ერთი მაცხოვრებლების წონს. ხო, მაგაზე მეგონი არ დამიდია ვიდეო, არ გადამითარგმნა მე თვალწინ. ხო, კარგი, მას ახალ მნიშვნელობა არ აქვს, ახლა იმდენი ახალი ინფორმაცია. და უსანინი ამბობს, ახლა რაც შეეხებაო იმ ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხდებიანო ცუდად. ეს ვეგეტარიანელებიო ხდებიანო ცუდად იმის გამო, რომ ისინი ყიდულობენ მწვანილებს და პროდუქციას მარკეტებში, სუპერმარკეტებშიო. და მწვანილები, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდებაო, შენდებაო იმ სათბურებში, რომელიც არის განლაგებული მოსკოვის რაიონში. და ეს მწვანილები შენდებაო ჰიდროპონიკით, ესე იგი წყალზე, ან ხაერზე, რაღაც სხვანაირად ქვია მაგას. რომელსაც არანაირი მინერალური დატვირთვა არ აქვსო. ეს არის ცარიელი მწვანილები. ამიტომ თუ გაქვთ თქვენ საშუალება დაჩები თუ გაქვთ, ეცადეთო მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დაჩის შემოსავალი. მაპატიეთ, არა, ეს დაღლობის ნიშანი არა. ეს ენერგეტიკა გადის ახლა ჩემში. და საერთოდ პროდუქცია, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდებო, არაო, არ არისო სარგებელი. იმდენად გამოფიტულია. ამიტომაო ვეგეტარიანელებსაც პრობლემა ექნებათ. და ეს არის ეს ჰიდროპონიკა და აეროპონიკით დამზადებული მწვანილები და საერთოდ პროდუქტები, უხარისხო პროდუქტები, მიზეზი იმისა, რომ იბადებიან
ბავშვები ადრე სიბერის ნიშნებით. უსანინი ამბობს, რომ თუ თქვენ მიატოვებთ ხორცის ჭამას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვეგეტარიანელი ხართო და სწორად იკვებებითო. მაგალითად, მეო ხშირათო ვაკითხავო მონასტერსო, სადაც კელია, სადაც ღდრები არიან და ყველანი არიან ავადმყოფები, მსხვილები, თუმცა ხორცს არ ჭამენო. სულ მთელი წელი მათ აქვთ სამარხო დღეები. შევიხედო ამათ სამზარეულოში და ნახავთ ჩემმა თვალებმა. ესენი თურმე იკვებებიანო მაკარონით, კარტოფილით, თეთრი პურით და ასე შემდეგ. კარტოფილი, ახალ წლამდე კარტოფილი შეიძლება უჭამო, მაგრამ ახალი წლის შემდეგ კარტოფილისგან არაფერი არ დარჩებაო კრახმალის გარდა და მავნებელიაო. ხმერე პურისქვილი უნდა ჭამო ახალი დაბქული. პური დაწყო ახალი დაბქული პურისქვილისგან. შეიძლება მაქსიმუმ 1 კვირის დადებული იყოსო, 1 კვირის დაბქული იყოსო, მინიმუმ 3 დღის დაბქული უნდა იყოსო პურისქვილი. მარიკარონები საერთოდ უნდა გამორიცხოთო. ასევე უფრო მეტი უნდა იყოს სალათები, ცოცხალი სალათები და იყო კიდე ინკაცთან რა თქვა, ხო, თუ გინდათ თქვენო ჯანმრთელი საკვებით იკვებოდო, ასე უნდა მოიქცეთო უთხარიო. და კიდევ 8 საათი ფეხზე იდგენო, იქაც ხომ ახლა მონასტერი რომ აიმიდო, იქაც სტარდება, იქაც ყავენ ხოდები, რომლებიც ლიტურგია მეთქი. სახურებას საეკლესიო სახურებას ატარებენ. ახლა მე რამაც გამაკვირვა, უსანინი ამბობს, რომ აი ვერდა, ეს არის ინდუსური სამკურნალო სწავლება, აძლევსო რეკომენდაციას რაღაც დაბადებების დროს ჭამონო ხორცს. ახლა მე ეს ძალიან გამაკვირვა, როგორც წამალი, სამკურნალო წამალი. თუმცა რატომ უნდა გამიკვირდეს? ჩვენთან ხომ გველი შხამი როგორც წამალი გამოიყენება, ფუტკრის შხამი როგორც წამალი გამოიყენება, თამბაქო გამოიყენება როგორც წამალი, სპირტზე აყენებენ ბალახებს, სპირტი გამოიყენება როგორც წამალი, იგივე ეთანოლი, ხო? რატომ უნდა გამკვირებოდა? მაგრამ თუ ადამიანი იკვებებაო სწორად, ის არასდროს არ იქნებაო ავად. ხო და სანსკრიტზეო არისო სიტყვა ასეთი არ მახსოვსო მეო, მაგრამ რომ გადათარგმნოო ნიშნავსო გონების შეურაცხყოფას, რადგან ჩვენ გონება კარნახობს, ხო, დაუშვათ ეს არ ჭამო, ის არ ჭამო რაღაცა, ჩვენ მას არ უჯერითო და შემდეგ ჩვენ ვისჯებითო დავადების სახით. იმის გამო რომ გონებას ვიგდებთო. ხო, ჩვენ გავიძაღითო ინდოეთში რომ ვიყოთო ამას დავიცავთო, იმას დავიცავთო, რა შაშეაო ინდოეთი ამბობს უსანინი. ჩვენი ისტორია გავეხსენათო რუსეთის ისტორია. ადრე რუსეთში არავინ ჭამდა ხორცს. და მას აქვს ადრე მონაყოლი, მე ხარ გამიმეორებ, ცრუ დიმიტრის ქორწინების შესახებ. ეს ცრუ დიმიტრი აღმოჩნდა პოლონელი, რადგან რუსი რო ყოფილიყო, ის არ მოითხოვდა ხპოს კერძს, მან უბრძანა ხპო შეეწვათ. მაგრამ იმ პერიოდში საქონელს ჭამდა პოლონელები და ამით გასცა თავისი თავი იმ ცრუ დიმიტრიმ. და ის ისტორიაც მოიყვანა, როდესაც ივან გროზნიმ 6 მუშა მოკლა დასაჯა სიკვდილით იმის გამო, რომ მათ შიოდათ და 6 პატარა ხპო დაკლეს საჭმელად. ჩვენ წარმოგიდგენიათ რა სიმკაცრე იყო ხორცის ჭამასთან.
ეს მოგვიანებით დაიწყეს ჭამა ხორცის, როდესაც 3 წელი ზამთარი იყო რა ეკნა იმ ხალხს და რაც კი ცხოველები ყავდათ, ყველა ცხოველები შეჭამეს, შიოდათ. სკიფები იყვნენ ვეგეტარიანელები საერთოდ. უბრალოდ მაპატიეთ 6 მუშებმა 6 ხბოკი არ დაკლეს, ხბო დაკლეს იმისთვის რომ ეჭამათ. ჩვენ ახლა იმდენად დეგრადირებულები გახდეთ, რომ ქალები ეწევია, სვამენ, ხორცს ჭამენ და მათ ავიწყდებათ, რომ 300 წლის განმავლობაში რუსეთში არც ხორცის ჭამა იყო, არც სიგარეტის მოწევა და არც სასმელები არ იყო. მე არ ცხოვრობ ინდოეთში, ამბობს უსანინი, მე ცხოვრობ მოსკოვში და მე 34 წელია არ ვიკვებები არც ხორცით, არც თევზით, არც კვერცხით. ხომ და ეს ქალი ხომ მკვლევარია და ეს იმის მომხრეა, რომ ცხოველური კოლაგენი მიიღოს ორგანიზმმა რაღაც პრობლემების დროს, მაგრამ ხო და თან ამბობს, რომ მე გულისხმობ ცხოველის ცილა საჭიროა და უსანინი პასუხობს. ხო, მეც თქვენ ახლა უწოდებთ ხალხს ჭამონო ხორცი, მაგრამ ცილას რაც შეეხებაო, მეც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანმა ცხოველის ცილა მიიღოსო, მაგრამ რძის ცილა და იგივე ადიგეური ყველი თავისი შემადგენლობითო არ ჩამორჩებაო მაგალითად ხორცო. ეს იგი შეიძლებაო ხო ადამიანმა რძის ცილით შეანაცვლოსო ხორცის ცილას, ხო? ეგით ხომ ცხოველური ცილა არისო. აი, ეს ქალი რო ვაკეთებ ამის საუბარს, თქვენ ხალხ მთელი საუბარი არ მოგისმენია, იქ არის რაღაცები, რა თქვენ არ დაინტერესებდა, მე კი ბოლომდე მოусმინე. ეს ქალი მომხრეა ხორცის ჭამის. ხო, ეს ქალი ამბობს, რომ ხო, მაგრამ რძე არ შეიცავსო იმ ამინოკისლოდებსო, რომელიც ჭირდებაო რაღაც მექანიზმების ჩასათავათო. ხო და უსანინი პასუხობს, რომ ესე იგი ეს შემართებელი ქსოვილის კოლაგენი როგორ გითხრათ გამკრიბდესო, ამისათვის უნდა ყოველდღე მიიღო დამძნარი კარაქი ხი. დღეს ალბათ თქვენთვის ყველასთვის ცნობილია ხი რა არის. ვინც არ იცით გეტყვით. ხი არის ეს ძროხის კარაქი. და ეს თუ ამ კარაქს ჭამ, თუ მე სხვათა შორის მომარჩინეს სოფლის კარაქით ბავშვობაში. ახაც მომჩნევია, აქედან არ ჩანა ალბათ და ძირმაგარის ორმოები ახლაც მას დარჩენილი. გულზე აქა, ყელზე და გულზე, ცოტა დაბლა. დიახ, ვერცერთმა წამალმა ვერ მომარჩინა. ძირმაგარები გამიშდა, არ ვიცი, იქ რამიზეზით იყო. ამბობენ მამაჩემ აბანოში დაიბანაო, თუ ხალთან იყო ბინძური ხალთან, არ ვიცი, ბოდიში ახლა ამას რო გიყვები, რაღაც გადამედო, მე ბავშვს. ხო და ვერაფრით სულ სამანტყოფებიდან სამანტყოფოში გადავყავდით. ვერ მომარჩინეს, სანამ სოფლის ექიმს არ მიმართეს. და სოფლის ექიმმა ასწავლა ჩემი მშობლებს ადრე ძროხის კარაქს რომ აკეთებდნენ, უკეთებდნენ მარილს რო არ გაფუჭებული იყო. და ამ ძროხის კარაქით მე მომარჩინეს. ცოცხალი მაგალითი აგრესიულად თქვენ წინაშე, რომ კარაქი ხი, ძროხის კარაქს ქვია კარაქი ხი. მაგრამ უბრალოდ ხი კეთდება, ძროხის კარაქი უნდა გადაადვნო და ის რაც დარჩება მასა, იგია ხი. უმაციბროდ 100 წელი, 1000 წელი გაძლევს, მაგრამ არ გაფუჭდება, არასოდეს. მერწმუნეთ. ხო და ახლა ალექსანდრე უსანინი მართავს წამყვანს. თქვენ თვითო, რომ ისა დრო შეიცვალაო. მე მიდაო შეგეწინააღმდეგო უთხრა ამ ქალს. იმის გამო რომ დრო შეიცვალა, დრო არ შეცვლილაო, კი ჩვენ უნდა გადავჩეთო, მაგრამ ადამიანი რომ ხორცს ჭამთო, ამის გამო ნაკლები არისო ვარიანტი მისა, რომ ჩვენ გადავჩებითო. სანამ ადამიანი ხორცის ჭამას გააგრძელებსო, ის ვერ გადარჩებაო, უთხრა უსანინმა. ჯერ კიდევ კარმის კანონი არავის შეუცვლიაო. ლეონარდო და ვინჩი ამტკიცებდაო, რომ ომები იმ დრომდე გაგრძელდებაო, სანამ სასაკლაოებები არ გაქრებაო.
ხომ გესმით, ესე იგი სანამ ამ სულთაგა საქონელი სასაკვები არ გაქრება, ომები იქნება მანამდე, რასაც ჩვენ უკეთებთ ჩვენ უცხო ძმებს, მაგას გვიკეთებენ ჩვენ. ჩვენ ტირი ვართ, ამდენი ხალხი დაიღუპა, იმდენი ხალხი დაიბრუნა ამ კონფლიქტში. და ეს კონფლიქტები იმის გამო წარმოიშვება, რომ ჩვენ არ ვინდობთ ცხოველებს. მაგალითად, მონადირეობა ხობად არის ქცეული, თევზაობა ხობად არის ქცეული. დროის ატარებლა თორე არავინ არაფერს არ იტყვის, მაგალითად, საჭმელი რო არ იყოს და უცებ გარშემო დაუშვათ თევზია წყალში ან ბაჭიებია ტყეში, რომ მოკლდეს შეჭამო, ადრეს არავინ დაგსჯით. მაგრამ თქვენ კლავთ იმის გამო, რომ დრო ატაროთ, ისე ამოვნოთ. დაუშველი არ დარჩება ეს. მე მაგალითად ალბათ ვიშვები იმის გამო, რომ 4 კლასში ვიყავი და კატა დავახვევი წყალში მე და ჩემმა მეზობელმა ბავშვმა. მე ვიშვები იმის გამო, რომ მე-3 კლასში ვიყავი და ბებიაჩემ ძაღლი ყავდა მოწითალო ძაღლი და ტიტილებს უჭამდა, წაიყვანა, ჩააგდო წყალში. გამოიქცა, ისი ჩააგდო, გამოცურა იმ ძაღლმა, მოვიდა დაიჭირა, თათები გადაუკრა ბატრით. მე რაც ვიტირე, წაიყვანა და ჩააგდო წყალში, ვერ გამოცურა იმ ძაღლმა. როგორ გამოცურავდა? მე გამოვეპარე ბებიაჩემს იქ ზიურში, გალში. ჩვენ სადღაც შეხში ვცხოვრობ, ყანები იწყებოდა და მდინარე იყო იქა. გამოვეპარე და წავედი და იქ მდინარეს ნაპირი რომ იყო მდინარის, იქ ცოტა მორბილო მიწა იყო, კინაღამ ჩავიძრე ამ მიწაში. ალბათ არ უნდა და არავის ჩემი სიტილი, მაგრამ მდინარიდან წამოვიდა ქარი, პატრა ქარიშხალი. ჩემ კაბის ქვეშ შევიდა, კაბა მეცვა, სკოლიდან ახალი მოსული ვიყავ, კაბა მეცვა და ქვედა კაბა მეცვა. მე-3 კლასში ვარ. ქვეშ ეს ხავა, ეს ცივი ხავა შევიდა და უცებ საკვარცხლები ამტკივდა. მე დამსაჯეს მაგის გამო, რომ ძაღლი ცოცხლად მოკლა ბებიაჩემმა. კი, მაგ ბებიას მე არ უყვარდი, მე ფეხზე ვეკიდე ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ მე ხომ მისი შვილი ვიყავი, მისის და ხორცი. იმ დროს იქ მე ვიყავი და მე რო გათხოვილიყავი, მე ალბათ შვილი არ გამიჩნდებოდა. მე წამოგიდგენიათ მაგ დღიდან ის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასში ზამთარი მოდიოდა და მე პრობლემები მქონდა, ყვიროდი, ისეთი ტკივილები მქონდა. ექიმთანაც ყავდი. ხო? მე ალბათ რომ გათხოვილიყავი, მე ვიღახი დამეგრეოდა შვილი რო არ გამიჩნდებოდა. მე დავისაჯე. ახლა ფიქრობ. მე დავისაჯე, მე კიდევ კატა დავახვევი 4 კლასში. და მე-6 კლასში ვიყავ ისე მეზობელმა გახარებულმა მასწავლა. მეთოდი როგორ უნდა გამქრალიყო ანთება. წყალი, ამას ახლა ვერ ვიტყვი. მაგის შემდეგ მიმიტოვა ტკივილები. საკუთრებია პრობლემები მქონდა მე. ახაც მაქვს. და მშობლების შესწომის გამო ხანდახან შვილები ისჯებია. და მე მახსოვს, მე ცოცხლად ვიცი ბევრი ასეთი მაგალითები. ჩვენ ოჯახში მე კიდე დებიც ყავს. და ვინ როგორ ისჯებოდა, ეგ ყველაფერი ჩემზე მას გადატანილი, მე ვარ მოწვე ყველაფრისა. მე დავისაჯე. მე კიდევ იყო რაღაც ისეთი პრობლემა, რომ მაგამაც მოქმედა და მე არ ვიცი. ჩვენ არ ვაკვირდებით ხანდახან ჩვენს აქციელს. მაგალითად, მამაჩემს ჰქონდა ისეთი ხასიათი, არ ფიქრობდა, რომ მე მისი შვილები შეიძლება დაშლილიყო მისი მოქმედებიდან გამომდინარე. არ ფიქრობდა. არც დედაჩემი ფიქრობდა ისე რაღაცას იტყოდა, ენას კონტროლს არ უწევდა. რაღაცას იპრუტუნებდა ბოდიში ამ სიტყვაზე. მაგრამ განა მშობლებს ირჩევე. მე ყველაზე დიდი ტკივილი ვიგრძენი მშობლების გადაცვალების შემდეგ, მithumedes
პირველი დედა გადამეცვალა 2012 წელს. ჩემთვის ისეთი ტკბინეული იყო დედის წასვლა, დედა ჩემთვის არასდროს არ იყო. და რომ კიდე წავიდა და ფრად მიატოვა მე. მაპატიე სენტიმენტალურობა. უბრალოდ მშობლები ტკბინებულია, რაც არ უნდა ყვაყოფილი იქნები, არ იქნები შენი მშობლი. მით უმეტეს ვიცი რომ სიკვდილი არ არსებობს. მაინც მამა კი მე ყველაზე მეტად მიყვარდა. მამა რომ გახტავად მე უკვე მზად ვიყავ, ყველაფერი ვიცოდი. და ისეთ ტკბინეულად არ მივიღე მამა ჩემის წასვლა, მაგრამ მაინც ჩემთვის ტკბინეული იყო. მით უმეტეს ბოლო წლებში ხალხ შევძულდი. ჩემმა დედანაშვილმა შეაძულა ჩემი თავი. რა იქნა, ცოლი უფრო ახლოსა ვიდრე შვილი. თუმცა მე მას არ მოვიქცეოდი. მე ყველაფერს დავყვრედი, მოვიდედი ჩემ შვილზე და წავიდოდი. სხვა გზას ნახავდი. მაგრამ მას არ უნდა და კომფორტის დარღვევა. ცოლი ჭირდებოდა, საჭმლის გამკეთებელი ჭირდებოდა, მრეცხავი ჭირდებოდა. არა, მე მას არ ვამტყუნებ. არ ვამტყუნებ, არ ვამარხებ. ეს მისი ცხოვრება იყო, ეს მისი გამოცდილება იყო, როგორც ახლა ჩემი ცხოვრება არის ჩემი გამოცდილება, ხო? ადრიმალობდი და ახლა კი ჯოხი დავდივარ და თან ქალი მაინც არ იყოს, ქალი. ერთი ქალი ბუდიშან სიტყვაზე მატენი და ვიღაც კაცს. კიდე თუ არა, მას უცოლად არა, ვისა შევატყუეთ მე უთხარი. ცოლარი არა, საყოველთაოდ უნდოდი ალბათ. და აბარით უნდა მიმეტყუებია, მე ხუნდა შევეტყუებიე ცოლი. ცოლი კი არა, 1000 ის დადგეს, ბრილიანტი ოქროს დამიყარო. არა ეს არ გაყოფი მე ცოლად. და არა ის საყოველთაოდ არ მინდა ყოფნა, ვამშვენივრად აგერ თქვენ გელაპარაკებით ვიდეოს წერ. მე ვთვლი რომ მე კარგ საქმეს ვაკეთებ. მე მსიამოვნებს, რაც თავარია ეს საქმე. მე თვითგაცნობიერებას უბრალოდ ვაფართოებ ჩვენ თვითცნობიერებას, сознание, расширяет сознание. ფიზიკურად მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ხო? რა დროის ჩემი ცოლობა ხალხის პრობლემები მაქვს, ფეხსთლის მოათრევ, ჩემ თავს ვისურვი. ვისი რომელი კაცის მომვლელი ვარ მე? არა, კაცას უნდა ჩამიგდოს ხელში. კაცები არიან ეგოისტები. უნდათ გაუთხოვარი ქალები. არ უნდა სხვები ბუდიში და სხვებთან ამყოფები. კარგით, ნახოთ აბა რა სიტყვისაწი კიდე უსანინი. მაგალითად, რაც უკრაინაში მოხდაო, ვინ აფინანსებს ამას? ამობს უკრაინაში. ისინი ვინც ჭამენო ხორს, ისინი აფინანსებენო. რასაც დათესავო, იმას მოიგიო ამბობს უსანინი. და მეომრები იგზავნებიან ამოსაწყვეტად ხალხის იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ჭამდნენ ხორცს, კლავდნენ ცხოველს. იმიტომ რომ ის ბიშტექსი, ის სოსისი, ის ხორცი არის ვიღაცის დედა. არის ვიღაცის შვილი. ეს არის ფიზიკაო. და ვინც ვეგეტარიანელი არისო, ის არისო ყველაზე ლამაზი. ბუნების თვალსაზრისით. მოდით ამით დავამთავროთ ჩვენი ვიდეო.